რქება, დიდება და თაყვანისცემა იმისთვის რომ კიდევ გვაქვს საშუალება ვიყოთ მასთან, იმიტომ რომ მან თქვა თუ ჩემი სახელით იქნებით შეკრებილნი, მე ვიქნებიო თქვენთან და ძალიან უნდა უფალს რომ გაიგოს ქვეყნიერება, რომ ჩვენ ვართ ერთობაში და გვიყვარს ერთმანეთი და ამის მეშვეობით საბოლოოდ ჩამოყალიბდეს რომ ღმერთი არის ღმერთთა ღმერთი და ყოვლის შემძლე ღმერთი. გაკურთხებთ იესოს სახელით და მინდა გავაგრძელო ძვირფასებო, ასე ვთქვათ, ის რაც რამოდენიმე კვირა დავიწყე წინა კვირას გამოწვევაზე ვილაპარაკე და მინდა რომ გვახსოვდეს ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი ცხოვრების, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ღმერთს, ესე ვთქვათ, ვესროლოთ ერთგვარად გამოწვევა, რომელიც მას ან დაანაღლიანებს, იმიტომ რომ არასწორად მოვიქეცით, ან გააკვირვებს და აიძულებს, რომ დაიწყოს სასწაულები ჩვენ ცხოვრებაში, როგორ გამოწვევას აძლევ ღმერთს და ამიტომ რაღაც თანმიმდევრობა გვჭირდება. დღეს მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო წესრიგზე და ერთგვარად ვნახოთ თუ საერთოდ რას ნიშნავს ეს სიტყვა, იმიტომ რომ მე თქვა დავმარცვლე ის რადგანაც ის შედგება ესე ვთქვათ წესისა და რიგისაგან და თუ როგორ წესჩვეულებებში რა რიგით როგორი წესით ვცხოვრობთ, როგორით აღარ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა გავაგრძელოთ, რა არის უფლისთვის მნიშვნელოვანი. მინდა რომ ამაზე ვფიქროთ, ამიტომ გაკურთხებთ იესოს სახელით, რომ იყოთ სმენაში სწრაფი, ამენ, შემსრულებელი სიტყვის, ჰალელუია და შესაბამისად ლაპარაკში ძალიან ნელი, უფრო ნელი ვიდრე აქამდე ყოფილხარ. ჰალელუია. ღმერთი არის ძვირფასებო, არა მხოლოდ წესრიგის ღმერთი, არამედ მომწესრიგებელი ყოველგვარი უწესრიგობის. როდესაც იყო აბსოლუტური ქაოსი, მან იცით და გახსოვთ, რომ თქვა რომ იყოსო წესრიგი და ჩამოაყალიბა, დაარსა, დაამყარა წესრიგი. ქაოსის, ანარქიის მოწესრიგება არის ერთი მხარე და უმნიშვნელოვანესი. მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია ძვირფასებო მისი შენარჩუნება და მინდა რომ ხაზი გაუსვათ ამას თქვენს, ასე ვთქვათ, დღევანდელ სწავლაში და მოსმენაში. არა მხოლოდ ჩამოყალიბება და შესვლა წესრიგში, არამედ მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანი. როდესაც ააშენებ მაგალითად სახლს და დაალაგებ, მოაწესრიგებ, უნდა შეინარჩუნო რომ იქ იყოს წესრიგი, თორე ისე დაგახვავდება თავზე, რომ ერთ წარმოიდგენ. ღმერთს არ ჭირდება რომ ებრძოლოს უწესრიგობას. ღმერთი ქმნის წესრიგს, რომელსაც ვინმე ვერ შეცვლის. ღმერთი არ ეწინააღმდეგება უწესრიგობას. ღმერთი ქმნის. არ არის და შეიქმნა, სწორედ ესე. მან წესი და რეგი მისცა ყველაფერს რაც შექმნა. თავისი წესი და თავისი რიგი და ამ ორი უმნიშვნელოვანესი სიტყვის კომბინაციით ჩვენ გვაქვს მიღებული ძვირფასებო სიტყვა წესრიგი და მინდა მივაქციოთ ყურადღება. ყველაფერს თავისი ადგილი და საზღვარი მიუჩინა უფალმა. დაუწესა, მოაწესრიგა. პლანეტები ძვირფასებო ესე ქაოტურად არ, ესე ვთქვათ, ხეტიალობენ მერიდიანზე. მათ თავისი დრო და ადგილი აქვთ, თავისი გზა გასავლელი,
და ამას იცავენ. მან მზეს, თვარეს, ვარსკვლავებს, დედამიწას, ზღვებს და ოკეანებს, ფლორას და ფაუნას, ქმნილებათა გვირგვინს ადამიანს მისცა შესაბამისი წესრიგი. და მინდა დღეს დავინახოთ, რამდენად ვართ ამ წესრიგში და რამდენად ვართ ამ დაწესებულ, დადგენილ წესრიგში მოწესრიგებულები. თუ გინდა გქონდეს მოწესრიგებული ცხოვრება, უნდა იყო სწორედ იქ, სადაც ღმერთმა მოგიწოდა, რომელ ადგილზეც განგაწესა, ამენ და გადაწყვიტა. არა იქ, სადაც შენ იგრძნობ თავს უკეთესად და კომფორტულად, არამედ იმ ადგილზე, სადაც ღმერთს უნდა შენი ხილვა, იმიტომ რომ სადაც ესე ვთქვათ ეტევი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი ცხოვრება იქნება მოწესრიგებული. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ილუსტრაცია ძვირფასებო, მოდით ვნახოთ და ამით დავიწყოთ. ნახეთ, მანდარინში ნიორის ერთი კბილი, ძალიან კარგად ეტევა, მაგრამ ეს მისი ადგილი არ არის. ერთი შეხედვით შეიძლება კარგად არის ყველაფერი, მაგრამ ამას არ ეწოდება წესრიგი და შესაბამისად იქით ნიორში არის ის ერთი კბილი მანდარინის. გესმით? ძალიან ბევრი ცხოვრება ესეა. აი სადღაც ეცდება რომ ესე ვთქვათ, შეეკვეხოს წყალებში, მაგრამ უნდა კი შეიძლება კარგად გზნობს იქ თავს, კარგად მიიღეს, თვითონ დამკვიდრდა, მაგრამ არის კი ეს ღმერთის ნება. გესმით ძვირფასებო? ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს ეს თვითმიზანი, რომ ყოველთვის ვეძებოთ პირველ რიგში რა არის ღმერთის ნება. ჰალელუია. ღმერთმა დაუწესა დედამიწას თავისი ღერძის და ასევე მზის გარშემოტრიალი. მან ჩამოაყალიბა, როდესაც შექმნა ეს სისტემა და უბრძანა მზეს, რომ ყოფილიყო ყველაფერი მოწესრიგებული, მას უნდა ეტრიალა თავისი ღერძის გარშემო და ასევე მზის სისტემის გარშემო. და ეს რომ არ გაეკეთებინა მზეს ამ დილისთვის, მაშინ იქნებოდა უკუნეთი, გაიყინებოდა ყველაფერი ძვირფასებო და მოკვდებოდა. აი თუ ადამიანის ცხოვრებაში არის ერთგვარი სიბნელე, წვდიადი, თუ არის ესე ვთქვათ უკონტაქტობა და უგზნობლობა და არ არის სიცოცხლე, ეს იმიტომ რომ არ არის მოწესრიგებული მისი ცხოვრება. მას გონია რომ აწესრიგებს, ის არის ესე ვთქვათ ამ ბრძოლაში, რომ თითქოს ყველაფერი მოაწესრიგოს თავისი ძალით, რაც არ გამოდის და მოჩვენებითი, დროებითი და ფარდობითია ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იწვევს დაღუპვას. ამიტომ მზე ექვემდებარება ამ კანონს ვიფასებ. გიხარია? მზე რო ექვემდებარება ამ კანონს. ჰალელუია. ამიტომაც ის შემოტრიალებული, ნახეთ, შემოტრიალებული არის მზისკენ ახლა და იმიტომაც არის სითბო ვიფასებო. არის შემოტრიალებული და იმიტომაც არის სინათლე. არის შემოტრიალებული მისკენ და იმიტომაც არის სიცოცხლე. ჰალელუია. მომდევნო უკანა მხარეს დასახლებული ხალხისთვის ეს დრო დადგება რამოდენიმე საათის შემდეგ. მარტო რომ აქ დარჩეს, შეიძლება იტყვი რომ რა კარგია, როგორც იესოს უთხრეს, რა კარგია ვიყოთ აქ. გესმით ვიფასებო? არ უნდა იფიქრო მხოლოდ ჩვენს თავზე. ეს არა მხოლოდ იმათვის იქნება სიბნელე, გაყინვა და სიკვდილი, ჩვენთვისაც, იმიტომ რომ მუდმივად რომ ესე იყოს მზე, მაშინ დავიწვევით. გებულობთ? ამიტომ ყველაფერი არის კანონზომიერად მოქცეული იმ წესრიგში, რომელიც ღმერთმა დააწესა და ახლა აღარ მინდა ამაზე შევჩერდეთ, იმიტომ ბევრი კარგი რაღაცების გაგება შეიძლება ძვირფასებო. ჰალელუია. ქება ჩვენს უფალს. ამენ.
უწესრიგობა არ აზიანებს ღმერთს. უნდა გვახსოვდეს. საგზაო ნიშნების შუქნიშნის უგულებელ ყოფა არ აზიანებს იმათ, ვინც არ ექვემდებარება და საწინააღმდეგოდ იქცევა. ის აზიანებს ადამიანს, ამენ, და იმას, ვინც არ ემორჩილება ამ წესრიგს. უწესრიგობა თუ არ აზიანებს ღმერთს, დაიმახსოვრის, შენ გაზიანებს და შენთვის არის ძალიან მავნე. ეშმაკი ვერ ერევა და ვერ უშლის ღმერთს, ხელს წესრიგის დამყარებაში. უნდა, მაგრამ ვერ აკეთებს ამას. მაგრამ ეშმაკი ელოდება მოუწესრიგებლობას შენ ცხოვრებაში. ეშმაკი ელოდება, რომ შენ თავად გაიხსნები მისთვის და მისცე მას საშუალებას, რომ ყველაფერი არიოს დარიოს. თუ არ დაიცავ და არ შეინარჩუნებ ღმერთის მიერ დადგენილ წესრიგს შენ ცხოვრებაში, მაშინ ის შემოგიტევს. ამენ. ეშმაკი ვერაფერს ვერ გახდება ძვირფასებო. რომ ჩაშალოს ღმერთის გეგმა ჩვენი ცხოვრების მოწესრიგებაში და საერთო თლიან წესრიგში, მაგრამ ის ელოდება შანსს. მოდით ნახოთ საოცარი ადგილი ლუკას სახარებიდან. მივა და იპოვის მას დაგვილს და მოწესრიგებულს. გახსოვთ ხო რაზეა საუბარი? როდესაც ადამიანი თავისუფლდება, ყველაფერი გვარდება, ახალი წესრიგი იწყება და ნახეთ. ვერ შეუშალა ეშმაკმა ხელი, რომ ღმერთს მოეწესრიგებინა ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ მოწესრიგებული. რა ვთქვით, მეორე მხარე ძვირფასებო, რომ უმნიშვნელოვანესი არის როგორც წესრიგის დამყარება, ასევე შენარჩუნება. თუ შენ არ ინარჩუნებ ყოველდღიურად წესრიგს, მაშინ ამით უღებ ფართოდ კარებს ეშმაკს, რომ არიოს და დარიოს ის წესრიგი, რომელიც ღმერთმა მოგცა. ამენ. რას აკეთებს? უფრო უარესი მიყავსო იქ და ისეთი რაღაც ხდება, რომ ჯობდაო უფრო უარესი ვიდრე მანამდე იყო. ამენ ძვირფასებო. ის ეცდება არიოს ყველაფერი, რაც უკვე არის მოწესრიგებული. ეშმაკი ებრძვის ღმერთის წესრიგს, არა ღმერთში, არამედ შენში. ის ჩასაფრებულია და მანამდე მოითმენს, ვიდრე შენ მთლიანად არ დანებდები მას. ის არ დაგანებებს თავს, გაიმარჯვებ, ისევ მოდის. ჩვენ გამუდმებით ვართ ბრძოლაში, რომ არ გავამარჯვებინოთ მას ჩვენ ცხოვრებაში. ჰალელუია. ღმერთი არ არის უბედურების, ტანჯვის, ავადმყოფობის წყარო და სათავე. ამიტომ რომ ძალიან ბევრი არის მოტყუებული, რომ აბა თუ ღმერთი არის, რატო ხდება ესა და ის, აქა და იქ. ის არის რჯულის და კანონების ავტორი, რომელთა შესრულებით ექნება მოწესრიგებული ცხოვრება და შესაბამისად, რომელთა არ შესრულებით მოვა ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაში. ამენ. თუ ასრულებ ღმერთის რჯულს და კანონებს, რისთვისაც სული წმინდა გეხმარება და შეგიძლია რომ შეასრულო, თუ გინდა რა თქმა უნდა, მაშინ შენ იქნები განთავისუფლებული და მოწესრიგებული ცხოვრება, რომელსაც ჭირდება შენარჩუნება და დაცვა. მაგრამ თუ ამას არ აკეთებ, მაშინ აირ დაირევა ყველაფერი. ღმერთის სიტყვის შეუსრულებლობას მოაქვს ტკივილი, ტანჯვა, უბედურება და პრობლემები. ღმერთის სიტყვის შეუსრულებლობას მოაქვს არა ღმერთს, არამედ მის შეუსრულებლობას. წესრიგის დასაცველად და შესანარჩუნებლად
ღმერთმა დააწესა ძვირფასებო. ოჯახი, ეკლესია, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და ვემსახურებით. არა იმიტომ, რომ ჩვენ მოგვეხმარონ და მოგვემსახურონ, არ აგერიოთ ადგილები. ჩვენ ვეხმარებით და ვემსახურებით. მიუხედავად ადეკვატური პასუხისა, ჩვენ მაინც ვეხმარებით და ვემსახურებით. ვეხმარებით და ვემსახურებით. ამენ. ოჯახი იმისთვის არა მაქვს მე, რომ მე მემსახურონ და მომეხმარონ. მე უნდა ვემსახურო და მოვეხმარო. და თუ თესავ, აუცილებლად მოვემკი. შეუძლებელია თესო კიტრი და მოიმკა პრასი. ამენ. ჩვენი საქმეა თესოთ. ჰალელუია. და რა თქმა უნდა, აუცილებლად მოვიმკით. მოდით ნახოთ ვიფასებო ერთი შედარება საინტერესო. რატო შეადარა იესომ ადამიანის სხეულს ეკლესია? ნახეთ, როგორ იცავს, აი თითქოს ხელებით, გაწვდილი ხელებით ნეკნები შიგნეულს ადამიანის. გული, ფილტვები თან ეხუტება ერთმანეთს. კუჭი, იქ შეიძლება სხვადასხვა ორგანოები არის. ყველანი ვჭირდებით ერთმანეთს. და არც ერთი ორგანო მინდა დაიმახსოვროთ. ისია შექმნილი ადამიანი და მოწყობილი, რომ არც ერთი ორგანო არ მუშაობს თავისი თავისთვის. ყოველი ორგანო 100%-ით იხარჯება სხვისთვის. გასცემს და შესაბამისად ღებულობს. აი რატომ შეადარა სხეულს ეკლესია იესო. აი როგორ უნდა ვიყოთ აქ. თუ ვიქნებით ამ კუთხით მოწესრიგებული, ღმერთი დაიწყებს სასწაულებს ჩვენ ცხოვრებაში. ღმერთს ბევრი სასწაული აქვს შენი ცხოვრებისთვის. ამენ. უთხარი შენს გვერდით ვინც ის, რომ ღმერთს ბევრი სასწაულები აქვს შენი ცხოვრებისთვის. ჰალელუია. ურჩობა, შუღლი, უთანხმოება, ქედმაღლობა, სიზარმაცე და თავნებობა სხეულში იწვევს უწესრიგობას და დაღუპვას. რატომ და როგორ ხდება ადამიანი, რომ რაღაც აწუხებს? რომელიღაც ორგანოს აქვს პრობლემა. რა პრობლემა? არ ღვევს წესრიგს. არ გასცემს, რაც უნდა გასცეს. ამენ. უთანხმოება, ურჩობა, შუღლი, ქედმაღლობა, სიზარმაცე და თავნებობა სხეულში არის დასაწყისი ყოველგვარი პრობლემის. თუ პრობლემებს ებრძვი, როგორ ხარ აი ამ სფეროში, გადახედე და შეამოწმე. თუ შენი უწესრიგობით და გამო არ გამოსწორდები, აუცილებლად პასუხს აგებ ღმერთის წინაშე. აუცილებლად. თუ მოწესრიგდები, მაშინ იქნები კურთხეული. თუ წესრიგის შესაბამისად დაიწყებ მოქმედებას, არ დააყოვნებს კურთხევა, რომელიც ღმერთს აქვს შენთვის. ძვირფასებო, სული და ხორცი ერთმანეთს ემტერება. ამენ. მოდით ნახოთ. მინდა წავიკითხოთ მარკ ავრელიუსის მოსაზრება, რომ სიმშვიდე სხვა არაფერია, როგორც სათანადო წესრიგი აზრებში. სიმშვიდე სხვა არაფერია, ანუ ის არის სათანადო წესრიგი აზრებში, გონებაში, სამშვიდობში. შენი სამშვიდობელი, ნახეთ, ხორცი და სული ერთმანეთს ეკიშება და ეწინააღმდეგება, ხოლო სამშვიდობელი არის პასუხისმგებელი წესრიგზე. ამენ. და წესრიგი რომ იყოს, შენ სამშვიდობელში უნდა დამყარდეს წესრიგი. სიმშვიდე თუ ადამიანი მშვიდია, ესე იგი
მის გონებაში არის წესრიგი. თუ წესრიგი არ არის ადამიანის სამშვენიველში, მაშინ მიდის ფორიაქი. მაშინ ის აღარ არის მშვიდი. ჰალელუია. გინდა მშვიდობა აზრებში, ფიქრებში, სამშვენიველში და გულში. რამ დაარღვია ის? რატომ არ არის? მე მინდა ვნახოთ ძვირფასებო იაკობის მესამე თავი. აქ არის მნიშვნელოვანი სიტყვა. მაგრამ თუ გული მწარე შურითა და შუღლით გაქვთ სავსე, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეს არ არის მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, არამედ მიწიერი, შვინვიერი, ეშმაკეული. ადამიანს გონია რომ ბრძენია, მაგრამ ეს სიბრძნე არ არის სულიერი. ყოველი სიბრძნე არ არის სულიერი. გესმით? მიწიერია, ხორციელია, ეშმაკეულია. განსხვავება, ძალიან ბევრს გონია, რომ თუ ვინმე რამე იცის, ესე იგი სულიერებას განეკუთვნება. ძალიან ბევრი ცოდნა და სიბრძნე საერთოდ დემონურია. და აქ არის ერთი სიტყვა ძვირფასებო. შური ბერძნულიდან აკატასტასია. ესეთი სიტყვა არის. ელამ უნდა იცოდეს რას ნიშნავს. აკატასტასია. რაც ნიშნავს უწესრიგობას, არეულობას, არასტაბილურობას. გინახიათ არასტაბილური ადამიანი, მერყევი. საერთოდ ეს ადამიანი აკასტასია, აკასტასია. ჰალელუია. ადამიანი რომელიც მერყევია, დღეს იქ არის, ხვალ აქ არის, აქაურია, იქაურია, დახტის ორგულობს, ღალატობს. აი აკატასტასია. არაფერი ცუდი არ თქვა ესეთ ადამიანზე, უთხარი შეხარ აკატასტასია. ჰალელუია. ესე ძირითადად ესეთი ადამიანები რასამობენ, მე ბრძენი ვარ, ღმერთი მელაპარაკება, ღმერთმა მითხრა. და ნახეთ ღმერთი რასამობს ძვირფასებო. ეს არ არის ზეციური სიბრძნე. ეს არის მიწიერი, დემონური და არასულიერი. რომელიც შფოთს, არეულობას იწვევს შენ ცხოვრებაში, ხდის პასიურს, ეკლესიის მიმართ, გესმეთ? ხდის ცილის წამებელს, იწყებ ჭორიკნობას, დაუმორჩილებლობას და ორგულობას. აი როგორ თავდება ძვირფასებო გულში წარე შური და შუღლი. აკატასტასია. თუ მე არასოდეს არ ვიქნები აკატასტასია. ჰალელუია. ამენ. დიდება უფალს. საიდან უწესრიგობა ძვირფასებო? ცუდი საზოგადოება რყნის კეთილს ნეჩვევას. გოდორში 99 საღი ხილი. გესმით? მანდარინი, ვაშლი და ერთი დამპალი ალპობს ყველას. ჰალელუია. ცუდი საზოგადოება რყნის კეთილს ნეჩვევას. ასევე იაკოვი მოძღვრავს, რომ ნუ გიყვარს ოწუთი სოფელი. იოანეს წერილშია ძვირფასებო. არა სახარების, არამედ წერილში. ნუ გიყვარს ოწუთი სოფელი. ასევე მეგობრობა ოწუთი სოფელთან. ღმერთის მტრობა. გესმით? აი საიდან იწყება აკატასტასია. მეგობრობა წუთი სოფელთან. ღმერთის მტრობა. და იქ სხვადასხვა თარგმანია, ზოგი ამბობს, ესე იწყება ეს მუხლი, მრუშნო, ორგულნო, მოღალატენო, ღმერთზე და უმორჩილებელნო და ამიტომ არის ეს ყველაფერი ძვირფასებო. ამენ. ვისთან ატარებ დროს,
ხარი ხართან რომ დააბანძნეს იცვლის ამ ფერსაო. ამენ. მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა ამაში. ეკლესიასტე 8:6 ვინაიდან ყველა საქმეს თავისი ჟამი და წესი აქვს, თუმცა მრავალი სიავე ეწევა ადამიანს. ყველაფერს თავისი წესრიგი აქვს. რატომ? იმიტომ რომ მაქვს უნდა რომ სიავე შეგახვედროს. ამენ. მრავალი სიავე. საიდან მრავალი სიავე? ამიტომ რომ წესრიგს არ ინარჩუნებ. ამენ. არ არის საკმარისი რომ მოწესრიგდეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში, ეკლესიაში იარო, იყო მორჩილი, მე ამ როგორც იესოსთან მივიდა, გახსოვთ მაწველი. დავდივარ, მშობლებს ვაფასებ, მეათეც ვიხდი, სიტყვას რჯულს ვასრულებ, მიყვარს და ასე შემდეგ. არ არის საკმარისი ეს მოწესრიგება, ეს ერთი ფრთა არის. მეორე არის შენარჩუნება. ინარჩუნებ? რას აკეთებ შენარჩუნებისთვის? იცი, მე ყველაფერი გავაკეთე. თავი მიუძღვენი უფალს, მოწესრიგ და უფლის კეთილი ხელით. თუ არ ინარჩუნებ, ეს უარესია ვიდრე დასაწყისში. ამენ. ადრევ ამ წუთის უფლის წეს-ჩვეულებებით დადიოდით, პავლე მოციქული ეფესელებში ამბობს. რა გინდა კიდევ იქ? თავი გადაირჩინე უწესრიგო ადამიანთაგან, ვინც არ ცხოვრობს რწმენით. მეორე თესალონიკელები. მესამე თავი. რათა გადავურჩეთ უწესო და ბოროტ ადამიანებს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა. ძვირფასებო. დააღწიე თავი. გადაირჩინე თავი. ის არ დაგანებებს თავს. ვისთან ხარ? აქვს რწმენა. რას ნიშნავს რწმენის ქონა? რწმენით დადის და არა ხედვით. ამენ. როგორ იქცევა? ვისთანაც სატარებ დროს, ვის უხელშიც გააქვს თავი შეყოფილი. როგორია? არის მორჩილი. არის ერთგული ეკლესიის. არის მორწმუნე. როგორი სიმბრძნე აქვს? ზეციური? მაღლიდან ჩამოსული? მშვიდობის მომცემი? სწორი ნაყოფებით სავსე, რომ ხე ნაყოფით შეიცნობა უფალმა გითხრა თუ? მიწიერი, დემონური, არასულიერი, რომლის ნაყოფით არის აკატასტასია. ჰალელუია. ამენ. შეუძლებელია ზეციდან მომავალ სიბრძნეს, მოქონდეს შფოთი, არეულობა. გესმე? სულ რაღაც ესეთი უხასიათობა, ხავსი წარბების ადგილზე, უმადურობა, ზეციდან მომავალი სიბრძნე მშვიდია. მშვიდობის მყოფელი, სიხარულით სავსე. გესმეთ? გადაირჩინე თავი. გადაირჩინე თავი. თუ არ გინდა აკატასტასია. რა საერთო გაქვს მასთან? ესეთ ადამიანთან რა საერთო გაქვს? მას რაში ჭირდები? შენ რაში გჭირდება? დიდება უფალს. ძვირფასებო, თუ იმ წესრიგში არ იქნები და წესებით არ იბრძოლებ, გვირგვინს ვერ მიიღებ. ნახეთ, გვაქვს ესეთი ილუსტრაცია. ტექსტი არის პრინციპში. შეჯიბრშიც გვირგვინს ვერავინ მიიღებს თუ უწესოდ იბრძოლებს. ყველა ბრძოლას, ყველა თამაშს, სპორტის ნებისმიერი სახეობის თავისი წესი აქვს. ვინც წესებს არ ღვევს, ის ვერ გაიმარჯვებს. აქ შეიძლება გაუვდის,
აქ შეიძლება გონია რომ გაუვიდა რეაგირება არ ქონიათ რომ შეჩერებულიყო მიუშვეს მაგრამ იქ გვერგვინს ვერ მიიღებს შენი წესებით ქრისტიანობა აგასტენს მიზანს შენ რომ გინდა ისეთი ქრისტიანობა აგასტენს მიზანს და გვირგვინს დაკარგავ ქრისტიანობაში წინამძღოლი თუ არის სულიწმინდა ეს კურთხევაა თუ შენს ქრისტიანობაში წინამძღოლი არ არის სულიწმინდა და შენ ხარ ეს წეულებაა ვის უნდა წეულება არავის კურთხევა ვის უნდა მაშინ სულიწმინდა უნდა გიწინამძღროს ამენ საჭესთან შენი ცხოვრების ტრანსპორტში გამოცდილი და ბრძენი მესაჭე უნდა დაждდეს წინამძღოლი და ეს სულიწმინდა თუ არ არის გამორიცხულია კურთხევა რაღაც გექნება ტანჯვით ოფლით მაგრამ კურთხევა რა არის ვირფასებო საიდანაც არ ელოდები და არ იმსახურებ ის მოდის მოდით ნახოთ ერთი რაბინის მოსაზრება ვირფასებო ძალიან საინტერესო ხშირად ვეხებით ხოლმე გახსენი შენი თავი სულიწმინდისათვის თხოვე ღმერთს მამა ღმერთს რომ გაჩვენოს თუ რა უნდა შეიცვალოს და გამოსწორდეს შენ ცხოვრებაში იქნებ ის გაჩვენებს რომ შენ ჭორაობ და ცილის წამებლობ ან შენი მიდრეკილება გამოჩნდება ტელევიზიისადმი ტელეფონი კომპიუტერი ინტერნეტი მასმედია საერთოდ რაც არ არის ღმერთისთვის მისაღები იქნებ ის გაჩვენებს იმ სფეროს სხვა სფეროს სადაც უნდა მოაგვარო და მოაწესრიგო შენი ცხოვრება იქნებ ის გაჩვენებს თუ როგორ უნდა გაანკარგო ფინანსები როგორ მიეპყრო მეუღლეს ქმარს ცოლს და ასე შემდეგ უთხარი ღმერთს რაში ხარ გამოსასწორებელი ამენ ჩვენ პირველ რიგში ღმერთს მიუმართავთ რომ ვიღაც ესე მოგვეპყრო და ის გამოასწორე სხვის შეცვლას ვცდილობთ სხვის დარიგებას და ჭკუისწავლებას მიმართე ღმერთს რომ მე რა მჭირდება უბრალოდ ამენ მე ხომ არა ვარ სხვის მიმართ ეს აკატასტასი შფოთის ამტეხი გესმენთ მე ჭირდება ეს ყველაფერი რომ ეს მაგი გეტყვის შენ ყველაფერი გააო შენ ერთგული ხარ კაცო უყვარ ხარ ყველას კადრში ხარ სულ ნებისმიერი კადრი სურათი ვიდეო წებს ის გვერდით ხარ რა თქინდა ყველაფერი კარგად არის და ეკითხე სულიწმინდას ვინ დაგაყენა იქ უფალმა თუ შენით ესე ვთქვათ აძვერი შეესაბამები იქ ყოფნას დიდება უფალს გინდა გამოსწორება ხილება დარიგება და განსასწრელი მოგიტანს წესრიგს ტვირთი კურთხევას მოგიტანს აი რას ეცდება გაექცეს ადამიანი იმიტომ დაექვემდებარე იესოს დაექვემდებარე უფლის წესრიგს ღმერთი დააყენე პირველ ადგილზე ამენ შემდეგ ოჯახი შემდეგ ეკლესია და მერე სამსახური მოდით ნახოთ ვიფასებო ესეთი ილუსტრაცია ქოლგის ბავშვები მეუღლე ქმარი იესო და იესოს თავი კიდე ღმერთია ვიფასებო გესმენთ როგორ ხარ შენ ამ იერარქიაში ჩვენ გვაქვს ილუსტრაციები ხო ვაჩვენებთ ხოლმე როდესაც ქალი ეცდება მართოს ქმარი ეს წეულებაა და ღმერთი არ აკურთხებს ამ ოჯახს მე არ გულისხმობ ოჯახებს სადაც ქმარი ფაქტიურად ანიავებს ყველაფერს და მაშინ
მაინც მასზე რო იყოს დაქვემდებარებული. გესმით, ესეთი პატარა რაღაც შეიძლება ვნახოთ. ბავშვები შემდეგ ცოლი ქმარი იესო უფალი თუ დაირღვევა ეს იცით არასოდეს დაირღვევა იესოსა და ღმერთის ურთიერთობა იესოს თავი ყოველთვის არის ღმერთი მაგრამ როდესაც არ ღვევა მას იშლება ყველაფერი გესმით მყარი აღარ იქნება ზეფოსნო აიგეთ ან ბავშვი რომ გამოდის დაქვემდებარებიდან იშლება ყველაფერი და ბევრი მაგალითი შეიძლება მოიყვანო სად არის შენი შვილი გაგშვიდობა მასთან რა ადვილია რო თქვა მისი ბრალია თუ შენ არ ექვემდებარები შენს ესე ვთქვათ ხოლგას არ დაგექვემდებარებიან შენ ალელუია იესო ექვემდებარება ღმერთს რატომ არის ოჯახში პრობლემები ზურფასებო არა იმიტომ რომ იესო დაარღვია გესმით ეს ქრონოლოგია იმიტომ რომ შენ არ ხვდებ შენ როგორ ექვემდებარები იესოს შენ როგორ ექვემდებარები შენს ლიდერს პირველ ადგილზე უნდა იყოს ღმერთი შემდეგ ოჯახი მერე მსახურება და მერე სამსახური და ასე შემდეგ იქაც უფროს თუ გინდა არ იყოს ის ესე ვთქვათ მშვიდობიანი და იყოს საშინელი აკატასტასი უნდა დაექვემდებარო გესმით თავარია შენ არ იყო აკატასტასი სხვები იყვნენ ამიტომ მიაქცია ამას ყურადღება პრობლემა სწორედ აქედან იწყება და ის არის თავი და თავი რამდენად გააქვს მოწესრიგებული და შენარჩუნებული ის წესრიგი რაც უფალმა დააარსა არა ის რომელსაც შენ აარსებ უფალმა დააწესა რომ ყოველი ცოლის თავია ნახოთ ეს ადგილი ძვირფასებო პირველ კორინთელებში მინდა იცოდე რაც იცი დაანებე თავი აი ეს იცოდე რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა ცოლის თავი ქმარი და ქრისტეს თავი ღმერთი იცი შეინარჩუნე ეს წესრიგი და ეშმაკი ვერ გაბედავს რატომ ვერ გაბედავს ეშმაკი ნახეთ ძვირფასებო შვილები დედა ქმარი იესო და ღმერთი ამ კონსტრუქციაში შენს გამო კი არა შვილების გამო კი არა მეუღლის გამო კი არა იესოს გამო ვერ გაბედავს ეშმაკი მოვიდეს და შეეხოს ჰალელუია რატომ მოდის ის იესო არ აკავს თავად არ ექვემდებარები ვინმეს არ ემორჩილები არ ხარ ანგარიშვალდებული თავნებობ შეიძლება დირექტორს უფრო დიდ პატივს სცემ ვიდრე ეკლესიას და ლიდერს ამ წებს აი რა არის თაყვანისმცემლობა მსახურებას აცდენ სამსახურის გამო ფულის გამო ბევრი ნიუანსია იესო მოდის
შენთან შესახვედრად და შენ სხვას ხვდები. რა გამოწვევას აძლევ ღმერთს, როგორ იმოქმედოს? თუ იესო არ იქნება შენს ოჯახში, ავტომატურად არ იქნება ღმერთიც. და ეს არის გახსნილი კარები, რომ შემოვიდეს მტერი შენს ოჯახში. ის ვერ შემოვა თუ შენი თავი იქნება იესო, რომლის თავი არის ღმერთი. იმახსოვრებთ, იცოდეთ მინდა, აი იცოდე მინდა ეს ჭეშმარიტება და აქსიომა. იცოდე უნდა ეს ჭეშმარიტება და აქსიომა. ნიშნის მოგებით არ ვამბობ ძვირფასება, მაგრამ დღეს თავი მოაქვთ მორწმუნეობით ხალხს, სხვადასხვა ესე ვთქვათ ჩინის და შვილები არ აყავთ გვერდით. საშინელება. ამიტომ ძლიერი ოჯახია, ძლიერი ეკლესია. ხო, მოდა რა ვქნათ? ხო, არ დავაკომპლექსებთ ახალ თაობას, მისი თანატოლები ესე იქცევიან და ესენი რა სხვანაირი ხო არ უნდა იყვნენ. ერთი უკიდურესობა, მეორე. და ამის გამო, როგორც უცოდინარობის გამო იღუპება ერი. მაშინ როდესაც ოქროს შუალედი არსებობს ყველგან, ის უნდა იპოვო. არანაირი კომპრომისი, რაც დამარცხება და დაღუპვა. პირველ რიგში უნდა ეძებო ღმერთის ნება და მისი სასუფეველი, რომელიც კეთილი სრულყოფილი და სასურველია. ამენ. თუ გინდა მყარი იყოს შენი ოჯახი, აი ესეთ ოჯახში იყავი. და როგორც კი დაექვემდებარები უფალს, აღს დგება ყველაფერი. ამას ვერ დაშლის ამ წესრიგს ეშმაკი. იესოს გარეშე დაშლილია ყველაფერი. და სიბრძნე მის გარეშე არის მიწიერი, არასულიერი, დემონური. ყველაფერი კარგად მაქვს. სახლი, საჭმელსასმელი, მანქანა, ტელეფონი, ჰალელუია. ბედნიერება. თუ ეს არის ბედნიერების ესკიზი შენ ცხოვრებაში, მაშინ საშინელ დღეში ყოფილ ხარ. ვინ მომყვება მე დღეს? ჰალელუია. დაიწყე მცირედიდან ერთგულება, რომ მიიღო წარმატება. ღმერთის პრინციპია, მცირედში ერთგული, დიდშიც იქნება. არ შეცვლის უფალი ამ პრინციპს. ამენ. ეს არის ღმერთის წესრიგი. მიუძღვენი თავი უფალს. მე მთავარია, მე 1000 ვიხტი ვაგზავნი ეკლესიაში. ვიფასებო, დერეკ პრინცს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი, მოდით ნახოთ. ღმერთს შეუძლია შენი ფულის გარეშეც იყოს. მის გარეშე გაიარო, გავიდეს. ის ითხოვს, რომ ჩვენივე ცხოვრების სასიკეთოდ მივცეთ, ვიყოთ მის წესრიგში და აი როგორია ის. არ დაიწყო მიცევა ფულის, ვიდრე არ მისცემ შენს თავს ღმერთს. ჯერ შენი თავი მიეცი უფალს და მერე აძლიე შესაწირავი. მეათედის შესაწირის თქვა რაღაც სახით. არ ჭირდება ღმერთი მის გარეშეც გაძლევს, მაგრამ შენსავე სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ. ჯერ შენი თავი მიუძღვენი, ეკუთვნის შენი თავი ღმერთს. რა შეჭირდება მას შენი ფული თუ შენი გული არ არის მის ხელში? შენ რომ მოიცლი, მაშინ კი არ უნდა მიხვიდე უფალთან. დადგენილ დღეს, იმიტომ რომ ეს დღე შენი შვიდობისთვის, დასვენებისთვის შექმნა უფალმა. შენი კურთხევისთვის და რა იმისთვის რომ ეხლა თავისუფალი ვარ, მოდი მაშინ წავალ ეკლესიაში, რა კარგია. უნდა იყო თავისუფალი, რომ ამ დღეს იყო აქ. არ უნდა შეყო ისეთ უხელში თავი,
რომელიც გართმევს ამ თავისუფლებას და საბოლოო ჯამში კურთხევას. ეს კურთხევით არ დამთავრდება. თავი ჭირდება შენი ღმერთს და არა ფული. ამენ. გული ჭირდება. ეს არის მისი წესრიგი. ამენ. ო, თავარია ვაძლევ კაცო. მე რო ვაძლევ იმდენს ვინ აძლევს. ანდა მე ვარ ნიმუში. არ ჭირდება ეს, ღმერთ შენ ჭირდები. ამენ. აი წესრიგი ღმერთის. თქვი აი წესრიგი ღმერთის. ჯერ თავი მიუძღვენი და მე რეაძლიე. თუ თავი მიზღვნილი არ გაქვს, არ ჭირდება. ნუ, ეკლესიასაც არ ჭირდება ალბათ. ჰალელუია, რაც არ ჭირდება ღმერთს. იმიტომ ღმერთის დადგენილება და მისი სხეულია. ეკლესია. ეკლესია ქრისტეს სხეულია. ამენ და ჩვენ ასოები მასში. ეკლესია არ არის ის, სადაც შენ, როცა გეხრეხება მიდიხარ, შენ ქრისტეში მიდიხარ და შენ უფრო გჭირდება ქრისტეში ყოფნა ვიდრე მას. შენთან ფიქრობ ხვდები განსხვავებას. ამენ. არ გამოიყენო ღმერთი შენ საკეთილდღეო, ძალიან ბევრი ეცდება, რომ ღმერთისგან რაღაც მიიღოს. ეძებე მისი ნება და ემსახურე. აი რა არის ღმერთის წესრიგი. ამენ. ეძებე მისი ნება და ემსახურე. დროა ამოთხარო ტალანტები. დროა ამოთხარო ტალანტები. ემსახურე ღმერთს. ბევრია სამკალი და მუშაკი ცოტაა. შეხარ ეს მუშაკი, რომელსაც ტალანტები მისცა ღმერთმა. ამოთხარე. მოგცა ღმერთმა ტალანტი. ერთი მაინც რო ემსახურო. ამენ. ნუ გაურბიხარ. ეს უწესრიგობაა და ეშმაკისთვის გახსნილი კარები. და ნუ ელოდები რომ შენ რომ გინდა იმ სახურებაში ჩადგე. რასაც გთავაზობენ ის მიიღე. წესრიგი მიდის უწესრიგობის არევდარებით. ძვირფასებო, გინახიათ ბათქაშის ასაზელი მანქანა, რო ტრიალებს. შიტყრიან სილას, ცემენტს, შეიძლება ხრეშს, წყალსაც ხამენ. და როდესაც ის ტრიალებს, აი ამ სიბინძურეში არის რაიმე წესრიგი? სარეცხი მანქანა, ხო ვიცით ყველა, უკვე. შეიძლება წესრიგი უწოდო იქ რაც ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი არის წესრიგისთვის. ამენ, ამიტომ ვიდრე წესრიგი დამყარდება, იქნება ეს არეულდარეულობა. ჰალელუია. იქნება ეს საშინელება, ეს ქაოსი. და ყოველთვის თუ სწორად იქნები, როდესაც მოდის რაღაც არეულდარეულობა შენ ცხოვრებაში, უსიამოვნება და ქაოსი, ღმერთი მისაწვდომზე უნდა იყოს. ჰალელუია. ეს არის საწინდარი იმისი, რომ წესრიგი მყარდება. ამენ. დამყარდება იესოს სახელით წესრიგი ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ არის შესაბამისი ქაოსი. ამენ. თუ წესრიგია, რაღაც გინდა წესრიგი. ამენ. და რომ არ არის წესრიგი, აუცილებლად ის დამთავრდება წესრიგით. თუ შენ ცხოვრებაში არეულდარეულობა, ეს დამთავრდება მოწესრიგებით და გამარჯვებით. ამენ. ამენ. ამიტომ იცოდე ეს, იმიტომ რომ როდესაც რაღაცები ხდება და არის საშინელი აურზაური, მისი ბოლო მოწესრიგება. საწინდრად აღიარე ის, რაც ხდება შენ ცხოვრებაში. ამენ. რომელიც მოწესრიგდება. ჰალელუია. გოლიათი მოდის, იმიტომ რომ მოგაწესრიგოს. ღმერთს თუ შენი შეცვლა უნდა და მოწესრიგება. ალო. ვინ არის ჩემთან? ღმერთს თუ შენი წამოწევა უნდა, ის გოლიათს გამოუშვებს მანამდე. ეგრევე არ წამოგწევს. არ მესმის.
არის აქ ვინმე? არის აქ ვინმე? თუ ღმერთ შენი წამოწევა და შეცვლა უნდა, მანამდე გოლიათს უშვებს შენ ცხოვრებაში. შენ გინდა შეცვლა და წამოწევა. მოემზადე გოლიათისთვის. ამენ. როგორც გაიმარჯვა დავითმა. გააგრძელე მსახურება. ილია ჭავჭავაძეს გენიალური სტროფი მინდა წაგიკითხოთ ძვირფასებო. კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი. ეს წესი წესად დარგე. ყოველ დღესა შენს თავს კითხო. აბა დღეს მე ვის რა ვარგე. ამენ. აი წესი. ეგ იყო მაგარი კაცი. ძალიან მაგარი. წმინდანათა ყავთ შერაცხული. ადამიანი, რომელიც ოკუპანტებმა მოკლეს, იგივე მათმა შთამომავლებმა წმინდანად შერაცხეს. მოკლეს და წმინდანად შერაცხეს. აი როგორი ქაოსია და აუცილებლად მოწესრიგდება ჩვენი ქვეყანა იესოს სახელით. საქართველოს მამად ცნობილი არის ილია ჭავჭავაძე ძვირფასებო. ზედმიწევნით განათლებული, ცოდნე, ღვთისმოსავი. აი მან თქვა ეს გენიალური ფრაზა. ამენ. აი წესრიგი რა არის? ვინმე რა მარგო კი არა, მე ვის რა ვარგე. დიდება უფალს. დაიწყე ბიბლიის შესრულება და მოწესრიგდები. სრულიად. ამენ. ჩარლზ სპერჯენი. ღმერთის კაცი, ნახეთ რას ამბობს. როდესაც სახარება შევიდაო ჩემს გონებაში, დამყარდა წესრიგი. ამენ. როდესაც ბიბლია დაიკავა ადგილი ჩემს სამშენებლოში, დამყარდა წესრიგი. როდესაც ღმერთის ნება მიეწება ჩემს გონებას და ფიქრებს, ჩავარდა ჩემს გულში, დამყარდა წესრიგი. გინდა წესრიგი შენ ცხოვრებაში? დაიწყე კითხვა სიტყვის, შემსრულებელი გახდი. ამენ. ჰალელუია. და მოდით ერთი ადგილი და დავამთავროთ ძვირფასებო. 1 კორინთელთა მე-14 თავი. ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი არ არის, კი არ არის. ნუ გგონია რომ ღმერთი უწესრიგობის ღმერთია. გაგიგონიათ რომ ამბობენ, სად არის ღმერთი? რატო ხდება ესეთი რამ? ამდენი მკვლელობა, ამდენი საშინელება. ღმერთი კი არ არის უწესრიგობის ღმერთი, არამედ მშვიდობის. სად არის მშვიდობა? შენზეა ეს დამოკიდებული. ამენ. როგორც წმინდათა ყველა ეკლესიაში. მე-40 მუხში ამბობს რომ ყველაფერი შესაბერისად და წესიერად ხდებოდეს. წესრიგით ხდებოდეს. მაგრამ იცოდე, ღმერთი ძვირფოსნო არის მშვიდობის ღმერთი. ამენ. შფოთის და აკატასტასის ღმერთი არ არის ღმერთი. ის ეშმაკია. და ბევრი მისი მიმდევარი. მაგრამ თუ შენ ღმერთის მიმდევარი ხარ, შენ მშვიდობა გექნება ნებისმიერ გამოწვევაზე. ამენ. ამიტომ ის არის წესრიგის ღმერთი. და თუ შენ ხარ წესრიგის ღმერთთან, შენი ცხოვრება იქნება მოწესრიგებული და მისი წმინდა სული მოგეხმარება, რომ შეინარჩუნო ღმერთის მიერ შენთვის ბოძებული კურთხევა, რომელსაც ქვია წესრიგი. იესოს სახელით და ყველა მოწესრიგებულმა თქვა ამენ. არ არის ეს ისე როგორც მოწესრიგებულმა უნდა თქვას. ყველა მოწესრიგებულმა თქვა ამენ. ჰალელუია უფალს. ამენ. ესეც არ იყო, მაგრამ მივარჯიშეთ მე. დაკითხოთ უფალს. მოდით წამოვიდეთ.